მაგნიტსკის საერთაშორისო санქციების სიაში შეყვანილი ვახტანგ გომოლაურის დაწინაურებით და ვიცე-პრემიერის პოზიციაზე დანიშვნით პრაქტიკულად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ პასუხი გასცა ამერიკის შეერთებული შტატების санქციებს, თითქოს მათ ეს გადაწყვეტილება არ ადარდებთ, რომ პრაქტიკულად ყობახიძე ასევე იღებს პასუხისმგებლობას გომოლაურის მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებითაც ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით. შესაბამისად ოპოზიცია ამბობს, რომ ეს იყო მოსალოდნელი, რადგან ქართული ოცნება ახლა სულ აგონიაშია და აღარ იციან, როგორ მოიგერიონ როგორც შეერთებული შტატებიდან, ბრიტანეთიდან და ევროკავშირიდან საერთაშორისო სანქციები. რაც შეეხება უშუალოდ შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას, რომელმაც შინაგან საქმეთა მინისტრი და ახლა უკვე პრემიერ-მინისტრი მაგნიტსკის საერთაშორისო სანქციების სიაში ჩასვა, ეს არის პრაქტიკულად უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რადგან ვახტანგ გომოლაური საქართველოს ისტორიაში გახდა პირველი მაღალჩინოსანი და მთავრობის წევრი, პირველი პირი, რომელიც არის მთელი მსოფლიოს მასშტაბით დასანქცირებული და რომელიც დაასანქცირა ქვეყნის მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა შეერთებულმა შტატებმა. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ სანქციების წრე ვიწროვდება და შესაძლოა უახლოეს მომავალში სანქციები უკვე ბიძინა ივანიშვილამდეც მივიდეს, რადგან ბაიდენის ადმინისტრაციაში თეთრ სახლში უკვე არსებობს ოლიგარქის დასანქცირების დოკუმენტი და შესაბამისად მას სჭირდება ერთი ხელის მოწერა, რათა ბიძინა ივანიშვილი დასანქცირდეს. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ სანქციები დაუწესა მათ შორის იმ პირებსაც გულისხმობ მაგნიტსკის სანქციების მიღმა, სავიზო სანქციები დაუწესა იმ პირებს, რომლებიც ასევე ზეგავლენას ახდენენ არჩევნებზე და პირველად სანქციებში მოხვდნენ უკვე არჩევნების გაყალბების საქმეზე თბილისის მერის მაღალჩინოსნები, რომლებიც ასე ვთქვათ ზეგავლენას ახდენენ, манипуляციას ახდენენ ამ უმრჩევლის ნებაზე, რის შემდეგაც უკვე დადგა ის შედეგი, რომელიც სურდა ქართულ ოცნებას. ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ შეერთებული შტატების მხრიდან ეს გადაწყვეტილება არის განაჩენი, რადგან ეს პირები სიცოცხლის ბოლომდე იქნებიან სანქცირებულები და არის მოლოდინი, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციაც გააგრძელებს სანქციების პოლიტიკას ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. აქ უნდა გვესმოდეს, რომ მაგნიტსკის აქტი არის ცალკე აღებული შეერთებული შტატების კანონი, რომელიც ვრცელდება ისეთ ადამიანებზე, მაგალითად, პირველ რიგში ვინც არიან თვითონ სერგეი მაგნიტსკის მკვლელები, რა თქმა უნდა, რამზან კადიროვზე და სხვა არაერთ ჩეჩენ ადამიანთა უფლებების დამრღვევებზე, კორუფციონერზე, ასევე ტიბეტელ კომუნისტებზე, ცენტრალური ამერიკის ნარკოტრაფიკის ბოსებზე, აფრიკაში არაერთ ადამიანზე და ახლა უკვე ჩვენს შინაგან საქმეთა მინისტრზე და სხვა ინდივიდებზე. ეს ნათლად მიუთითებს, თუ რა ბანაკში და რა წრეში იმყოფება საქართველოს, მისი ეგრეთ წოდებული თვითმარქვია ხელისუფლება, არანაირი ტრამპის მოსვლა მათ არ უშველის, იმიტომ რომ ტრამპი ჯერ ერთ-ერთი პირველ რიგში იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. ცხადია დღეს ახლა ჩვენი ქვეყანა რა მდგომარეობაში არის, ეს არის უპრეცედენტო მდგომარეობა. იმ თვალსაზრისით, რომ სასამართლოს მართავენ შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული მოსამართლეები, მთავრობის წევრები არიან მაგნიტსკის სიაში, პარლამენტის წევრების აკრძალულია შეერთებულ შტატებში და ევროპაში მოგზაურობა. ეს წარმოუდგენელი ვითარება, რომელიც შეიქმნა, ქართული ხალხი ამას არ იმსახურებს. მე მინდა გითხრათ, რომ ტერს არ უსურვებ იმ სიჯანსაღეს, ახლა ყობახიძეს რო აქვს ეს ამის ასეთ მდგომარეობაში ყოფილი ადამიანი არაადეკვატურ გადაწყვეტილებას იღებს და ეს მოსალოდნელია. თვითონ ის ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა მოქმედ მინისტრს ასანქცირებს ერთის მხრივ ბრიტანეთი და მერე შეერთებული შტატები და თან შეერთებული შტატები ასანქცირებს მაგნიტსკის სიაში. ეს არის წყეულა. ჯობია თავი მოიკლა, ვიდრე იმ სიაში იყო, იმიტომ რომ საშვილიშვილოდ ხარ. იქ რო ჩაქსვავენ, ვეღარ ამოხვალ ვერასდროს. მოქმედ მინისტრს ასანქცირებენ, ეს არის სიგნალი მთელი ხელისუფლებისთვის, რომ არავის არ დაინდობენ. ეს არის საწყალი პასუხი, აი საცოდავი პასუხი შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებაზე, რომ დააწინაურეს ახლა მაგანაც კრამიტები არ დაამტრიოს იმ გომოლაურმა, ხო? არაფერი რაღაცა სახლობანას თამაშობენ და თავს იმხნევებენ, რომ მერე რა არაუშავს ეს რაღაცებს იძახთ. და ეგენი არ არის, ან ცოტა ხნის წინ რო იძახდნენ, არანაირი სანქციები არ იქნება, ხო, კალაძე რო იყო ყველმოღერებული და სანქცია აბარა არის.
ამერიკის შეერთებული შტატების პარალელურად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიც დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს ბიძინა ევანიშვილის რეჟიმის შესაჩერებლად ამ წუთებში, როგორც მეუბნებიან, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ემზადება, რათა გამოვიდეს სიტყვით იტალიის სენატში სამი სხვადასხვა გაერთიანებული კომიტეტის ხდომაზე და სალომე ზურაბიშვილი მიმართავს იტალიის სენატორებს და გააჟღერებს, ისაუბრებს ქართველი ხალხის სახელით, როგორც შეუძლია იტალიას დაეხმაროს ქართულ ხალხს უფრო კონკრეტულად, რაც სიტყვის საქართველოს პრეზიდენტი ამას, რა თქმა უნდა, დეტალურად მომდევნო გამოშვებაში მოგიყვებით, რაც შეეხება უშუალოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებსაც. გუშინ ჩეხეთის სენატმა მიიღო დადგენილება ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ. ამ დადგენილებით ჩეხი პოლიტიკოსები პასუხისმგებლად მოუწოდებენ ჩეხეთის მთავრობას, რომ სანქციები დაუწესონ ოლიგარქის რეჟიმს ადამიანის უფლებების დარღვევის და მშვიდობიანი აქციის ძალადობრივი მეთოდებით ჩახშობის გამო და ასევე ითხოვენ, რომ სანქციები გავრცელდეს იმ მოსამართლეებზეც, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ. ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ბალტიისპირეთის ქვეყნებმა უკვე დაასანქცირეს ბიძინა ევანიშვილის უახლოესი გარემოცის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრმა სხვა სახელმწიფოებმაც მიიღონ და ევრონული სანქციები დაუწესონ ოლიგარქის არალეგიტიმურ რეჟიმს.